უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წლის თავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი როგორც ეკონომიკურ, ასევე ინდივიდუალურ სანქციებს მოიცავს. სანქციები დაწესდა 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრისან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ასევე შეზღუდვებს დაექვემდებარა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 74 ტანკერი, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაშია ამხილებული. ევროკავშირმა პირველად დააწესა ტრანზაქციების აგრძელვა იმ საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტებში, რომლებიც დაფუძნებულები არიან რუსეთს მიღმა და იყენებენ რუსეთის ცენტრალური ბანკის გადარიცხვის სისტემას. ასევე ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 13 რეგიონულ ბანკზე გაგრძელდეს სპეციალური ფინანსური შეტყობინებების სერვისების აგრძელვა. პაკეტი შეზღუდვებს უწესებს 53 კომპანიას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მუშაობას. დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროკავშირში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა 8 რუსულ მედიას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. ევროკავშირი მიუთითებს, რომ ამ მედიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის წინსვლასა და მხარდაჭერაში, ასევე მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობაში. სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. უკვე 3 წელია რუსეთი დაუნდობლად ბომბავს უკრაინას და ცდილობს მიითვისოს მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნის. სანქციების ეს ახალი პაკეტი მიმართულია არა მხოლოდ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც ხარს უჭერდა არაუსაფრთხო ნავთობტანკერების მუშაობას, ბანკებს, რომლებიც გამოიყენება სანქციების გვერდისავლისთვის და პროპაგანდისტულ საშუალებებს, რომლებიც ავრცელებენ სიცრუეს. ვინ არის აგრესორი, ვინ უნდა გადაიხადოს და აიღოს პასუხისმგებლობა ამ ომისთვის, ეჭვგარეშეა. სანქციების თითოეული პაკეტი კრემლს ართმევს ომის წარმოების საშუალებებს. რუსეთის აგრესიის დასასრულებლად მოლაპარაკებების კონტექსტში უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ მდგომარეობაში უნდა დავაყენოთ. სანქციები იძლევა ბერკეტებს. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მსჯელობის მთავარი თემა უკრაინა იყო, თუმცა მასთან ერთად საქართველოში მიმდინარე პროცესებიც განიხილეს. კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეპრესიული კანონმდებლობის ადაპტაცია და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება სიტუაციის საგანგაშო გაუარესებაა რეგიონში. რეპრესიული კანონების მიღება და გადამეტებული ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ ვითარების შემაშფოთებელი გაუარესებაა რეგიონში. ყველა ეს დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. აშკარაა, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროპისკენ არ მიდის. კანდიდატი ქვეყნების მხრიდან, მათ შორის საქართველოსგან, ველით გარკვეული ღირებულებების დაცვასა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ საქართველო ნამდვილად არასწორ ნაბიჯებს დგამს. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველტკამპი ფიქრობს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან მისი თქმით არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. ახალი არჩევნები განხილული უნდა იყოს. ჩატარებულ არჩევნებამდე იყო არათანაბარი სათამაშო მოედანი და ბევრი დარღვევა არჩევნების დროს, ასე რომ ვთვლი ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩატარდეს. ნიდერლანდები დგას ქართველი ხალხის გვერდით, მათ შორის ევროპულ მისწრაფებებში და ამას გააგრძელებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად ევროპის საბჭოს წინ ქართველები შეიკრიბნენ და ქართული ოცნების დასანქცირება მოითხოვეს. კადრებს ადგილიდან ევროსკოპი ავრცელებს. დღევანდელი ვითარება საქართველოში ძალიან ეგზისტენციალურია, რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირმა კარი გაგვიღო და გითხრა, რომ მოგზანდით ჩვენთან და იყავით ჩვენი კავშირის უფლებიანი წევრი, აი ამ დროს ჩვენმა ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულმა ეს კარი დაგვიხურა, მაგრამ ჩვენ ქართველები მაინც ვდგავართ აქ აი ევროკომისიის წინ, ევროსაბჭოს წინ და მოვითხოვთ მოვითხოვთ ევროსაბჭოსაგან, რომ განხილული იყოს საქართველოს საკითხი და არ დაგტოვონ ჩვენ აი ამ კარის მიღმა და მოვითხოვთ იმას, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი დნმ არის ევროპული და გვინდა კიდევ ერთხელ დღეს შევახსენოთ ევროსაბჭოს, აი რომელიც დღეს აქ იკრიბება, რომ მოგაქციონ ყურადღება და კიდევ მოვითხოვთ დღეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დასანქცირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და მე ვფიქრობ, რომ აი ამ შემთხვევაში ჩვენი კარი ისევ გაიხსნება ევროსაბჭოში და ევროკავშირში. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ თბილისში, ბრიუსელში, ყველა ევროპულ თუ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში. ჩვენი არჩევანი არის ევროპა, ჩვენი გზა არის ევროპული გზა და დღეს ქართული ოცნების რეჟიმი მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობს საქართველოს იზოლაცია გაზარდოს, ყველანაირად ცდილობს
შეამციროს ის კავშირები, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლეთთან, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მაინც ვაგრძელებთ საქართველოს დასავლურ მომავალზე ზრუნვას და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს გავაკეთებთ. როგორც დიპლომატები ამბობენ, ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესებს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტენონელის თქმით, ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით სხვა მომავალი სურს. ფინეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ეუთო ოდილის დასკვნა მისცა ძალზე კარგი ინიციატივა ქართველ ხალხს, რათა ახალი არჩევნები მოითხოვონ.